Შესაძ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მშვიდობიანი დემონსტრანტების დევნით და შევიწროებით არიან დაკავებულები და მაშინ, როდესაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების დიდი რაოდენობით მობილიზება ხოლმე დედაქალაქის მთავარ გამზირზე და ამ ყველაფერს აპროტესტებენ აქციის მონაწილეები და მიუთითებენ, რომ რეალური დანაშაულის გამოძიებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები. ვიგებთ, რომ პარალელურად დილის 6 საათზე გატეხეს ტექნიკის მაღაზია და თან ეს ყველაფერი მოხდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის თანდასწრებით, თუმცა მათი ყურადღების მიღმა დარჩა ეს ყოველივე. დღეს გავარკვიეთ, რომ 4 ტელეფონი და რამდენიმე საათი არის გატანილი თანამშრომელი მაღაზიის. გვეუბნება, რომ ეს არ არის მათი მაღაზიის ძარცვის პირველი შემთხვევა, თუმცა მე პატრონე ჯერჯერობით კომენტარისაგან იკავებს თავს და გვეუბნება, რომ ელოდება გამოძიებას. რასაკვირველია დაუკავშირდით აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, ისინი გვიდესტურებენ, რომ 177 მუხლით არის გამოძიება დაწყებული, თუმცა ჩვენი ინფორმაციით ჯერჯერობით არც ერთი დამნაშავე დაკავებული არ არის. Არიცით, რა გაიტანა? 4 ტელეფონი წაიღეს და საათი. 4 ტელეფონი და საათები. ხო არიცით, სრულწლოვნები იყვნენ არას, რამე ხომ არ მოუწოდებია ინფორმაცია. პირველად მოხდა ეს თქვენს მაღაზიაში? ჯერჯერ მოხდა. ხშირად ხდება ხოლმე რა შემოდიან? განვაში ჩაირთო? ეს დეტალები რა. ხამე იყო და პოლიციის მანქანა დავინახეთ კადრშიც, რომელმაც ჩაიარა და ვერ შენიშნა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე 3 დღის წინ დაახლოებით დილის 6 საათზე მოხდა. კადრში ძალიან კარგად ჩანს და ნათლად აღიქმება, როგორ ჩაიარა საპატრულო პოლიციის ავტომობილმა მაშინ, როდესაც სავარაუდოდ ერთ-ერთი არასრულწლოვანი ტოვებდა მაღაზიას. როგორც ჩანს, ვერ შენიშნეს ვერც ჩამსხვრეული მინები, ვერც ადამიანი, რომელიც იმ მომენტში ცდილობდა გადაძრომას მაღაზიიდან უშუალოდ მაღაზიის გარე პერიმეტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც უკვე გითხარით, გამოძიება არის დაწყებული 177 მუხლით, თუმცა ჩვენი ინფორმაციით ჯერჯერობით არც მათგანი დაკავებული არ არის. ეს ყველაფერი კი მოხდა პოლიციის საპატრულო ავტომობილის ეკიპაჟის თანდასწრებით, თუმცა იმ მომენტში დაუყოვნებლივ ამ ფაქტთან დაკავშირებით მათ რეაგირება ვერ მოახდინეს.